საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში გურჯაანის დელტამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კლუბის პრეზიდენტის ზვიად ანთაძის განმარტებით გუნდმა გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ვიქტორ სანიკიძის აკადემია თავისავე მოედანზე 15 ქულიანი სხვაობით 101-ით 86-ით დაამარცხა და გურჯაანში 29 აპრილს გასამართ შეხვედრას მშვენიერ განწყობაზე ხვდება. დაიწყო პლეი-ოფების სერია. დავხვდებით VCA-ის ბასკეტბოლს. პირველი თამაში საფრთხოდ წავაგეთ, მაგრამ შემდეგ შევძელით სერიის შემოbrunება ჩვენთვის სასიკეთოდ და მეორე თამაში მოვიგეთ. რის შედეგადაც სერიამ გადმოინაცვლა გურჯაანში და ორ თამაშს მივიღებთ გურჯაანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თამაში არის 3 მოგებამდე. ამ წუთას სერიაში ანგარიში არის 1-1. თამაში არის ხვალ 29 რიცხვში და ემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დავასრულებთ.